ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით რესპონდენტთა უმეტესობა ახალი მთავრობის მთავარ მიღწევად სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას ასახელებს. გამოკითხულთა 14%-მა პირველი რიგის წარმატებულ საკითხად სწორედ ეს პროექტი დაასახელა. მეორე რიგის მიღწევად კი 20%-მა. სასოფლო-სამეურნეო უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 700,000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო დახმარება. თუმცა კითხვები პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მაინც არსებობს. შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჩვენი გადაცემის სტუმარი და დავით ებანოიძე, ფერმერი კომპანია თავთავის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველი კითხვა თქვენთან მექნება, ბატონო შალვა, რესპუბლიკური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები თქვენთვის უკვე ცნობილია. გარკვეული შეფასებაც უკვე გააკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მოკლედ რომ გითხრათ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ეს პროცესი. მოგესალმებით, ლაბორატორია, თქვენ იცით, რომ წელიწადში ფერმერთა ხელისუფლების პროექტი, რომელიც იყო ქართული ოსნების და პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივა და მისი განხორციელება დაიწყო ახალი ხელისუფლების მთავრობაში მოსვლისთანავე. ეს იყო უპრეცედენტო ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც მოისვა 700,000-ზე მეტი ქართული ოჯახი, 195 მილიონი ლარის ღირებულების და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოსახლეობამ მიიღო ეს კარგად და ძალიან პოზიტიური გამოხმობარი მოყვა სწორედ იმ კვლევის სახით, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ახლა რა ეტაპზეა, ბატონო შალვა, დასრულდა თუ არა ნომინალური ბარათების დარიგების პროცესი ან განაღდების პროცესი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს მოსახლეობა. დიახ. ესე იგი, ძირითადი ფაზა პროექტია დასრულებულია, ანუ აგროტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, რაც შეეხება ნომინალური ბარათების განაღდებას. ნომინალური ბარათების განაღდების ბოლო ვადა არის 1 აგვისტო, ხოლო კომბინირებული ბარათებით ძირითადი მასივები არის დამუშავებული, დახმული და დადისკული. თუ ვინმეს კვლავ აღაჩნია ხელზე კომბინირებული ბარათი და უნდა მისი ნომინალურში გადასვლა, 10 ივლისამდე მათ აქვთ ვადა, რომ გადასვლას ნომინალურში და შემდეგ ნომინალური ბარათის განაღდება მოახდინონ ამ წლის 1 აგვისტომდე. იმედია ეს ინფორმაცია დროულად მიეწოდებათ ფერმერებს, რათა შემდეგ არ მოხდეს გარკვეული გაუგებრობები. დიახ. ჩვენგან ინფორმირება მოხდა ყველა გამგეობის, ყველა სოფლმუნებულის, რათა მას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ ფერმერებს და მოხდეს დროულად ამ კომბინირებული ბარათების გადასვლა ნომინალურში. ბატონ დავით, თქვენ როგორი რამე რაოდენობა არის დარჩენილი? ბატონ დავით ებანოიძესთან მექნება კითხვა, პირველ რიგში მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და თქვენი პოზიცია როგორი იქნება, როგორც მსხვილი ფერმერის? ამ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა არიყავით ამ პროგრამაში ჩართული, მაგრამ ხომ არ შეიქმნა რაღაც გარკვეული არაკონკურენტული გარემო იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ასე ვთქვათ არ მიგიღიათ მონაწილეობა? როგორ შეაფასებთ ამ რაც გარემოს ძალიან დადებითად, იმიტომ რომ დღეს უკვე ამას მოსახლეობა იგრძნობს კიდევაც ბაზარზე, ეხლა უდესაც ეს ჩაწერა მიმდინარეობს, თვითონ აქ სტუმრებმა ნახეს პროდუქციის რაოდენობა და ალბათ მალე იგრძნობს ხალხი იმ სიკეთეს, რაც მოხდა. ამდენი არ დახმულა და ნამდვილად 25 წელი ამ საქმეს ვემსახურები და რა ვუყურებ, რაც ხდება სასიამოვნოა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი მოსაზრება და ამ მიწაზე წამოსვლა და ყოფნა ყოველთვის ეროვნული ჩანაფიქრებით იყო გაკეთებული და დღეს რაც ხდება და დახზე შეხვდა იქნება ქართული პროდუქცია და მეტი ქართველი შეემება, უნდა თუ არ უნდა, ეხლა 20-ის ვაუჩერი ქონდა, უნდა თუ არ უნდა და მაინც დაიქნა ის მიწა. შეიძლება თბილისში იყო ის კაცი, ის 1 გექტარი ქონდა. ეს მიწა დასაქმდა არის და რაღაც შემოსავალს რომ მიიღებს, ეს ბევრს ნიშნავს რა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახლეობას ვინც თბილისში ძირითადად ძალიან კარგია ეს დადებითი შეფასებები, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს კითხვები და ეს ბუნებრივიც არის, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამ პროგრამაზე მთავრობამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე საჭირო იყო, მიიჩნევს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი. ვნახოთ, მოვისმინოთ მისი კომენტარიც ამ თემაზე და შემდეგ უკვე ბატონ შალვას ექნება საშუალება მას უპასუხოს. მოხმულ იქნა 192,000 ჰექტარი მიწა და ეს სახელმწიფოს დაუჯდა 195 მილიონი. ძალიან მარტივი არითმეტიკაა. ამ მონაცემების ერთმანეთზე გაყოფით ჩვენ ვიღებთ, რომ 1 ჰექტრის დამუშავება სახელმწიფოს 1013 ლარი დაუჯდა, რაც ძალიან
მნიშვნელოვნად აღემატება იმ რეალობას, რაც დაკავშირებულია სწორედ 1 ჰექტრის დამუშავების რეალურ ფასთან. რეალურად 1 ჰექტრის დამუშავება საქართველოში არ აღემატება 500 ლარს. ბატონო შალვა, დახარჯა თუ არა მთავრობამ ორჯერ მეტი ვიდრე საჭირო იყო? ალბათ თია მე მოვისმინე ბატონ ლევანის კომენტარი, მინდა გითხრათ რომ ეს არის სრულიად არაკომპეტენტური კომენტარი, რადგანაც ბატონ ლევანი როგორც ჩანს არ იცნობს პროექტის დიზაინს. პროექტში ჩართული იყო თქვენ ცნობილია 5 ჰექტრამდე ფერმერები, თუმცა დამუშავება, ანუ ამ ფერმერებმა მიიღეს ორი ტიპის ბარათები, კომბინირებული ბარათები და ნომინალური ბარათები. კომბინირებული ბარათები მიიღეს მხოლოდ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრის ჩათვლით მიწის ფართობის მქონე ფერმერებმა, გლეხებმა. ხოლო 0.25-ის ქვემოთ და 1.25-დან 5 ჰექტრამდე მიწის ფართობის მქონე ფერმერებმა მიიღეს მხოლოდ ნომინალური ბარათები. როდესაც ჩვენ საუბრობთ პროექტის ფარგლებში მოხდენ და დადისკუს ფართობებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 0.25-დან 1.25 ჰექტრის ჩათვლით მიწათმფლობელების დამუშავებულ მიწებზე. და რეალურად ძირითადი დახმარება იყო ნომინალური ბარათების სახით, რითაც ადამიანებმა მიიღეს სასუქი, მიიღეს პესტიციდები, მიიღეს სათესი მასალა, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ 0.25-დან 1.25 ჰექტრის მიწათმფლობელების მიწების დამუშავებაზე. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 430,000 ჰექტარზე მეტია დამუშავებული. რაც შეეხება რა დაჟრა 1 ჰექტარზე მოხვნისა და დადისკუსირებული და არა 1000 ლარი, როგორც ბრძანებს ბატონი ლევანი. ბატონ დავით, რა ჯდება 1 ჰექტრის მოხნა, ასე ვთქვათ, თქვენ როგორც პრაქტიკოსი, რა სიტყოდით? 1 ჰექტრის მოხუნა კი გეტყვიდა სამადლობელო მაქვს ნამდვილად რომ მე ჩემი პირადი ტრაქტორი რომელთაც ხნავდი აქამდე გაცილებით მეტი მიჯდებოდა არ ვიცი ვის როგორ აი აქაა და ვისაც უნდა დათვალოს 120 ლარად მოდის ტრაქტორი არ მემეძე ეს ვაუჩერი ვინც მიიღო და საერთოდ ფერმერები ხარ ხო კარგი მაგრამ მე დღეს რომ მოვიდო მოხუნა და ვინდომები და მასია უკვე 120 ლარი ჯდება მოხუნა და შესაბამისად სულ კალკულაცია ჩამოწერილი და უფრო მე მაწყობს ვიდრე ჩემი ტრაქტორით მე დავჯდე და მოხუნა საწოვი და იმას უფრო ჩემთვის სასარგებლო ამასე და უფრო ეკონომიურია რომ დაუძა არ ტრაქტორი გიწვდება ხარისხიანად რომ სანამ ახლებია სანამ ესე იქნება კარგი ნამდვილად აჯდება 1000 ლარი და თუ ის ვიღაცას მიცეს სასუქი ეს სოფლის დახმარება და იმას თუ არ უნდა ეს სასუქი დააყაროს ახლა ვინ დაუჭერს ხელები სასუქი რო ქონდა სახში უნდა გაყიდის და უნდა დააყარეს ეს ესია და დანარჩენი მოხუნეთ იმას ვერსად ვერ წაიღებდა და ვერც აგროტექნიკური ორგანიზაციები წავდებოდა იქ სადაც საჭირო იყო იმ მოუჭერს ვერსად ვერ წაიღებდა აუჩერი ერქვა თუ ბარად თუმცა ამბობდნენ რომ ძვირად იყიდებოდა ეს ნამდვილად და მისასალმები არა ძვირად ადამიანები რომელიც გამოიტანს იმას მიცეს ეს ბარათი და წამოიღო ის სასუქი ახლა იმას ვინ გაუკონტროლებს დააყარა თუ არა თუ არ დააყარა და სხვა რამეში გამოიყენა ხო მას გამოარება ეს და თუ არ დააყარა ძალიან ცუდია ის სასუქი და წამალი ეს უკვე მის დამოუკიდებლად და მოზობელს იმახო მაინც დაახვა შეჭამდა ბატონ დავით მე სხვა სახის კითხვა მექნება თქვენთან თუმცა არ ძალიან განსხვავებული რადგანაც ესეც ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო პროგრამის შემადგენელი ნაწილია აგროკრედიტით თუ გიცდიათ რომ გესარგებლათ იაფი აგროსესხია საუბარი აგროკრედიტით საერთოდ თუ აკეთებ იაფი აგროსესხი ახლა როცა სეზონს ჩავამთავრებ და გამოჩნდება ხო გიჩნდება სურვილი ახლა როცა სიმართლე ისაა რომ აქამდე რაც არ უნდა წარმატებული ყოფილიყავი ალბათ ბანკის წარმომადგენლებიც ისმენენ სადაც ურთიერთობა მქონია 14 და 15% ვერ გაიქცევი და ამაზე ნაკლებად არავინ არ მოგცემდა მით უმეტეს რომ აწყლებია და დაწყებული ამდენი წლები ურთიერთობა გააქვს და ეხლა როცა ლაპარაკია იმ სამი თქვენ თუ გიცდიათ ან თუ აპირებთ ამას გეკითხებით ბატონ დავით მე ბატონ შალვას მინდა ვკითხო როგორ მიმდინარეობს პროგრამა აი ვაპირებ მეც დიახ ხო მაგას ნამდვილად ვაპირებ და აქ ადგილზე რომ შეიქმნა სამსახური მასუთხარი და ეხლა ისეთ იდონის დაკავებული ვართ ეხლა არის მოსავლის აღება ხო და თუ არ გააბინავე მოსავალი დაახლოებით 2 თვის მერე მივაკითხავ რაც აზრები და კი ბიზნესმენს ვეთქვი და გასაგებია მოდით ახლა ბატონ შალვა თქვენთან მექნება კითხვა დღეს გავცალდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი რა რაოდენობის სესხი გაიცა აგროკრედიტის ფარგლებში როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა მოკლედ რომ გითხრათ მე გეტყვი სულად ახალ ინფორმაციას დღევანდელს ანუ მაქსიმალურად უახლეს ინფორმაციას
დღეს მდგომარეობით გაცემულია 3000 ცესხი ჯამურად, სამივე კომპონენტში. ჯამური პორტფელი არის დაახლოებით 45 მილიონი ლარი. თქვენ გაითვალისწინეთ, რომ 28 მარტს მოხდა დაანონსება პროგრამის, მხოლოდ 3 თვეა პროგრამა მიმდინარეობს და უკვე 45 მილიონი ლარი არის გაცემული. მათ შორის აქედან 91 სესხი ჯამური რეგულებით $11 მილიონ მეტი არის გაცემული მესამე კომპონენტში, იცით რომ ეს არის საწარმოების დაფინანსება, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასე რომ ჩვენ ვთვლით რომ ამ ინდიკატორებით პროგრამა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად, ძალიან დიდი მოთხოვნა არის და იმედი გვაქვს რომ ეს ტემპი არ შენელდება და გაგრძელდება. გასაგებია, თუმცა არიან უკმაყოფილოებიც, მოდით მოვისმინოთ, რამდენიმე ფერმერი აპირებს კიდევაც საპროტესტო აქცია გამართოს უახლოეს დღეებში მთავრობის კანცელარიასთან, თუ რა პრეტენზიები აქვთ მათ, მოდით ერთად მოვისმინოთ. 700-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული ფერმერთა ასოციაციაში, მხოლოდ ორმა შეძლო აგროკრედიტის აღება, შეღავათიანი აგროკრედიტის აღება, ისეც მეორე კომპონენტში. მათ გარდა არიან უამრავი ფერმერები, რომელიც მე პირადად მიკავშირდებიან, მომქმედი ფერმერები, რომლებიც ვერ იღებენ ამ შეღავათიან აგროკრედიტებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთოდ არ ინტერესდება პროექტებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკების დაკრედიტების შემდეგ ინტერესდებიან. მთლიანად არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელ ფერმერს უთხრეს უარი, რატო უთხრეს. ამას დავარქმევდი, მამალი ძროხები სერია 2 გრძელდება. ბატონო შავა, ასეთია მისი კომენტარი, არ არის სტატისტიკა და ასე ვთქვათ მეორე სერია გარკვეული პროგრამის. რას უპასუხებდით მათ, სანამ ისინი მთავრობის კანცელარიასთან მივლენ? ჩვენ ვადევნებთ, მე ვადევნებ ყურადღებას ამ თქვენს ეთერს სხვა ეთერებსაც და ისე შტაბერწილი რომ რჩება რომ ბატონ თემურ კობახიძე არის ერთ-ერთი ფერმერი საქართველოში, რომელმაც ეს სესხი ვერ მიიღო. ისეთ რა არის, ეს სესხი არ ყოფილა გათვლილი ყველაზე. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი იყო რომ ფერმერი მისი განაცხადი, კონკრეტული ბიზნეს პროექტი უნდა ყოფილიყო ძელვადიან მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული. მოგებაზე ორიენტირებული. ეს არის სესხი სახელმწიფოს ჩარევა აქ არის იმ ხრივ, რომ სახელმწიფო იღებს რისკების გარკვეულ ნაწილს საკუთარ თავზე და ასევე ამცირებს ამ სესხის ფასს. ფაქტი არის ასეთი. 3 თვის განმავლობაში 3000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო აიღო საერთო ჯამში 45 მილიონი ლარი. ხო და ეს მე მგონი რომ ეს რიცხვები თავის მეტყველება. სამწუხაროდ ჩვენ მეტი დრო აღარ გრჩება, თუმცა მე მქონდა ვიტოვებ იმედს ბატონო შავა, ჩვენ კიდე გვექნება ეთერში ვისაუბროთ. ერთ-ერთ პრობლემად რჩება ვისარგებლებ შეხვედრით, ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ რეალიზაციასთან დაკავშირებით. ატმის მოსავალი არის საკმაოდ ჭარბი, როგორც ამბობენ, კიდევ ასევე ბოსტნეულის და მათ აქვთ პრობლემები რეალიზაციასთან დაკავშირებით. თქვენ შექმნით საკონსულტაციო ცენტრები, საიდანაც უნდა მიგიღოთ ინფორმაცია, რა რაოდენობის მოსავალი სად არის. თუ გაქვთ ეს ინფორმაცია და რას ეთყვით ამ ადამიანებს, ვინც უჩივის დღეს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა. Რაღაც თქმა უნდა, ინფორმაციებს ჩვენ ვიღებთ, რაც შეეხება ატომს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 1 კილოგრამი ატომის თვითღირებულება აგროტექნიკის სრული დაცვით არის დაახლოებით 18-20 თეთრი. ამ შემთხვევაში სრულ დაცვაში იგულისხმება, რომ აქ შედის კომპლექსური საწუხები, ხდება რამოდენიმეჯერადი შეწამლა ამ ბაღების და მიიღებული იქნება ხარისხიანი მოსავალი. ხარისხიანი ატმის რეალიზაცია არ უნდა იყოს პრობლემა. თუ როდესაც ლაბორატორია დაბალხარისხიან ატომზე შესაბამისად მათ აგროტექნიკა შეიძლება არ აქვს დაცული და მათ თვითღირებულება შესაბამისად გაცილებით უფრო დაბალია. რაც შეეხება იმას, რომ გადამუშავება რატომ არ ხდება ამის, დიახ, ადგილზე რატომ არ ხდება? მივეცით მათ საშუალება, მივეცით საშუალება მათ რომ ისარგებლონ საკრედიტო რესურსით. ახლა იცით რომ დღეის გამორევით პარლამენტში არის კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ შესული და უახლოეს დღეებში იგი დამტკიცებული იქნება და ექნებათ საშუალება ამ ფერმერებს რომ გაერთიანდნენ კოოპერატივებში და კოოპერაციულ საკუთრებისთვის აიღონ სესხი და გააკეთონ ასეთი ტიპის გადამამუშავებელი საწარმოები. ჩვენ ვაკეთებთ სისტემურ დახმარებას ჩვენი ფერმერებისთვის და ამაზე ვმუშაობთ ბოლო 8 თვეა და ამ მიმართულებით მუშაობთ. გისურვებთ წარმატებებს ბატონო შალვა, ასევე ბატონო დავით. თქვენ გისურვებთ წარმატებებს, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სოფლის მეურნეობის მინისტრი